ვიყიდო დანელ 2025 წელს. მით უმეტეს ძალიან ბევრი არის გამოსული და რომელია საუკეთესო. ჩემთვის არსებობს სამი ბრენდი: Apple, Samsung და Pixel. ყველა ბრენდს აქვს მაგარი ტელეფონები, მაგრამ ეს სამი არის ჩემთვის საუკეთესო. მოდი დავიწყოთ Pixel-ით. Pixel-ი ყველა Pixel-ი მქონდა და დიდად არ ვიყავი აღთოვანებული და 9 Pro ძალიან მომეწონა. დავიწყებ იმით 9 Pro XL-ი უფრო სწორედ, დავიწყებ იმით, რომ აქ ბრწყინვალე ეკრანი, Samsung-ის ბოლო თაობა, რომელიც Samsung-ში არ აყენია და აყენია Pixel-ში და iPhone 16 Pro Max-ში და საოცარ ფერებს გადმოსცემს. მაგრამ მინუსი ოდნავ რო ჩაუწევ აღარ ჩანს. ბოლომდე აწეული აქვს საოცარი ეკრანი. ერთადერთი მიზეზი ეგ იყო, რომ ვერ ვიხმარე და გავყიდე და კიდე გვერდები არ აქვს ტიტანის. ეხლა ვისაც ტიტანის გვერდებით არ ქონიათ, ძალიან დიდი კომფორტია. აი სიტყვაზე თქვა დაგივარდა, არაფერი არ მოსდის რა. ეს ალუმინი როა ეგრევე იჭეჭყება. ეხლა Apple-ს ისეთი ალუმინი ქონდა, რომ არ იჭეჭყებოდა და საოცარი იყო, მაგრამ მძიმე იყო. რაც შეეხება ფოტო-ვიდეო გადაღებას. საოცარ ფოტოებს იღებს Pixel-ი, ვიდეოში მაინც ვერ დაეწია ვერც Samsung-ს, ვერც Apple-ს. ორივე Pixel-ზე ბევრად კარგად იღებს. მინუსი პროცესორი. ჩემთვის მაგალითად არა, იმიტომ რომ მე არ ვთამაშობ და ტენზორი ყველანაირად მყოფნის, ვინც თამაშობთ, იმისთვის Pixel-ი არ არის. ეხლა რაც შეეხება სისტემასო, ის მითი რომ ყველაზე კარგად მუშაობს Pixel-ის სისტემა არ არის ეგრე. კი, პირველი განახლება მოდის, მაგრამ ყოველთვის აქვს ბაგები. და ისეთი ბაგები აქვს, რომ მე მაგალითად მაწუხებს. შეიძლება გალერიიდან გამოგაგდოს, შეიძლება დაგირეკონ ვერ უპასუხო, შეიძლება ლაპარაკის დროს რამოდენიმე წამი არ გესმოდეს. ჩემთვის ეგ არის მინუსი. ჩემთვის იდეალური სისტემა აქვს Samsung-ს და Apple-ს. ეგ ორი არის ჩემთვის იდეალი. დანარჩენს ვიტყოდი Pixel-ზე, ყველაფერი კარგია, თავიდან რა თქმა უნდა ცოტა ძვირია, მაგრამ მალევე იაფდება და რო გაიაფდება უკვე თავის ფაში არის საუკეთესო ტელეფონი. ეხლა რატო არ განვიხილავ აი Xiaomi 15 Ultra, იმ დღეს ვაწვალე ცოტა, ჯერ საშინელი ფორმა აქვს. ეს უკან იმხელა შაიბა აქვს, რომ გინდა არ გინდა ხელში ვერ გიჭიროს, რომ თითი არ დაგედოს და ლინზა არის სულ საწმენდი. მე ეს მომგვალებული ეკრანი უკვე გადავიდა მოდიდან, სისტემა ძალიან არ მომწონს, კი, ფოტო გადაღებაში ვიტყოდი რომ საუკეთესოა, მაგრამ ვიდეოს ვიმეორებ კიდე ვერ გაგაჩეს. და ეხლა ჩემთვის თავარი არის ვიდეო. თუ გინდა რომ საუკეთესო ფოტო კონდეს, ან Vivo X200, ან Xiaomi 15 Ultra მართლა საოცარ ფოტოებს იღებს. მაგრამ ვიდეო რაღაცა რა, ვერა. კარგს იღებს, მაგრამ მაინც Samsung-ამდე და Apple-ამდე ბევრი უკლია. ეხლა რაც შეეხება, გადავიდეთ Apple-ზე. პერიოდულად მაქვს ხოლმე რამოდენიმე თვე Apple-ი და ვიტყოდი რომ sound system აქვს საუკეთესო. აი, რასაც ქვია საუკეთესო, ეგეთ sound system-ა ბაზარზე არცეთს არ აქვს. ცოტათი რაღაც თემაში დაეწია ეხა ეს ბოლო S25 Ultra, იმიტომ რომ ძალიან გამიკვირდა რა. S25 Ultra უკრავდა მხოლოდ თავის ყულსასმენებზე კარგად, Apple-ზე აბსოლუტურად ყველაფერი მიდიოდა და მე მაქვს ბოლო ბოუზები, რომელიც მაგალითად წინაზე რო ვიყიდე, Apple-დან Samsung-ზე რო გადავედი, გავყიდე, იმიტომ Samsung-ზე არ უკრავდა კარგად. ეხა ძალიან იდეალურად უკრავს, აი საოცრება. ეხლა რაც შეეხება Apple-ის პროცესორს, თვლი რომ არის ყველაზე მაგარი პროცესორი. ეხლა რა თქმა უნდა დაიწყებს ვიღაცაო Snapdragon Elite, ცოტათი გაასწრო. აქ ბენჩმარკებზე არ არის საუბარი. აქ არის ოპტიმიზაციაზე და
უფრო დატვირთვით, როდესაც ამუშავებ, სიხშირეს არ აგდებს, აი ელემენტარულს გეტყვით, CapCut-ში ვიდეოს როდესაც ვამონტაჟებ, Apple ამონტაჟებს ბევრად ჩქარა, ვიდრე Samsung-ის ბოლო Snapdragon Elite. ჯობია. მაგაში ჯობია, თამაშებში ჯობია და მონტაჟის დროს ძალიან მიხურდება. Apple უფრო გრილია და ბევრად ოპტიმიზირებულია. Sound სისტემა გავარკვიეთ, რომ Apple-ის არის საუკეთესო. რაც შეეხება ელემენტიც საუკეთესოა. ეხლა სხვათა შორის ბოლო აპდეიტის შემდეგ ეს 25 Ultra შემიძლია ვთქვა, რომ iPhone 16 Pro Max ელემენტში გაუთანაბდა. არ ვიცი რა გააკეთეს, მაგრამ ეს 24 Ultra-სთან შედარებით ბევრად კაი ელემენტი აქვს. ეხლა ტესტებს რო უყურებდი, იძახდნენ რომ ეს 24 Ultra ჯობდა, ამიტომ სანამ თქვენ არ გატესტავთ, არ უნდა გამოიტანოთ ეგეთი დასკვნები, რას ჯობია ვიღაცის მიკერძოებული აზრი. დავიწყოთ ეხლა რაც შეეხება კამერას. ფოტო გადაღებაში მაინც Samsung-ი მერჩევნია. ვიდეო გადაღებაში Apple-ს არ შეედრება არაფერი. iPhone 16 Pro Max-თან ოდნავ მიახლოებით, Samsung-ი შეიძლება დაუყენოთ. ოღონდ ძალიან ჯობია მაინც Apple. Log ფაილი აქვს, უკვე log ფაილში გადაღება Samsung-ს, Samsung-ი log ფაილშიც გადავიღე, ყველაფერი ვქენი, მაგრამ Apple-ის ხარისხი ვერ მივიღე. 16 Pro Max-ით რასაც ვიღებდი, უფრო კარგი ვიდეო იყო, ვიდრე ეს 25 Ultra-ი. მით უმეტეს ეხლა ჩემ ვიდეოს არ ჭირდება რაღაც ისეთი გადაღება, განათებით ვიღებ და გაჩერებული კადრია. რაც შეეხება სიტყვა ვთქვათ მოძრავ კადრს, აი რამე ან ფრინველი დაფრინავს, ან რამე, მანდ უკვე 10 თავი ჯობია კიდე Apple, იმიტომ რომ ბევრად მალე ახდენს ფოკუსირებას და ყველა კადრს იჭერ და კადრი აი ესეთი გამაზული არასოდეს არ გამოდის. შევთანხმდით, რომ Apple არის საუკეთესო საუნდ სისტემა, საუკეთესო ვიდეო გადაღება. ფოტო გადაღებაში Apple-საც და Samsung-საც ბევრი ტელეფონი ჯობია, მაგრამ მარტო ფოტო გადაღება არ არის ტელეფონი. თუ მხოლოდ ფოტო გადაღება გინდათ, იყიდეთ მაშინ აპარატი და ნებისმიერ ტელეფონს აჭობებს. რაც შეეხება ეკრანს. ძალიან გაუბრაზდი, როდესაც Samsung-მა არ დააყენა თავის ტელეფონში თავის ბოლო მოდელი ეკრანი და აყენია Pixel-ში და აყენია iPhone-ში. Pixel-ზე გავარკვიეთ, რომ კაი ფერები აქვს, მაგრამ ოდნავ დაუწევთ აღარ ჩანს. რაც შეეხება Apple-ს, საოცარი ეკრანი აქვს 16 Pro Max, აი ეტყობა, რომ ბოლო მოდელი აყენია Samsung-ის და რაც შეეხება ფერებს. ფერები გავტესტე დეტალურად და თეთრი ფერი აქვს Samsung საოცარი, მით უმეტეს რომ წინა მოდელის ეკრანი აყენია, ეგეთი თეთრი ფერი მე ტელეფონზე არ მინახავს. მაგრამ გადავდივართ Surface-ზე. ვინც არ იცით, Surface ფერი არის ტელეფონის მთავარი ფერი, რითაც ანუ გინდება თუ სიტყვა თქვა რამდენად კარგად არის გაკეთებული ეკრანი. საშინელი Surface ფერი S25 Ultra-ს, S24 Ultra Surface ფერი ჯობია, უბრალოდ რატო შეეშალათ ეგრე Surface ფერის გაკეთება, არ ვიცი. Surface გარდა ყველაფერია. მთლიანობაში რო აიღო, რაღაც ფერში Apple ჯობია, რაღაც ფერში Samsung-ი ჯობია. Samsung-ის პლუსი ის არის, ანტიბლიკური ეკრანი აქვს, აი ვინც არ იცით, ეგ უკვე S24 Ultra-დან არის და საოცრებაა, მზეზე საერთოდ არ ბლიკავს, მინუსი ის არის, რომ ვინც დამცავებს ხმარობთ, მხოლოდ თავის დამცავი უნდა დააკრა. შენ თუ დააკრავ სხვა ნებისმიერ დამცავს, ის უკვე ანტიბლიკური აღარ არის. და ძალიან საოცარი ეკრანი აქვს.
ნუ ეკრანი გემოვნების თემა, ეხა ბოლო თაობისო დაეყენებინა, უკვე საოცრება იქნებოდა. ნუ აი ხა ხო გეოვნებით მინუს პლუსი ორივეს აქვს. რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს. საოცარი ხელოვნური ინტელექტი აქვს Samsung-ს, გინდა კადრის ამოჭრა, გინდა აი ეს ფოტო ნახეთ, ანუ საათის გადაუღე და ხელოვნურ ინტელექტს გავაქრობინე, დახატა ხელი, საერთოდ არ ეტყობაო საათი მეკეთა. Apple-ს ეგრე არ შეუძლია. რაღაც პლუსები, მინუსი და პლუსი სისტემაში ორივეს აქვს. ჩემთვის Android-ი უფრო კომფორტულია. ნუ ვისთვის როგორ? იმიტომ ძალიან ჩაკეტილია Apple-ის სისტემა, ასევე ყველაზე უფრო რაც მაგიზიანებს desktop mode არა აქვს, აი სიტყვაზე თქვა Google Chrome-ს გახსნი და გინდა desktop mode ჩავუხდო. კი, ერთვება iPhone-ს, მაგრამ არ ერთვება ისე და ბოლომდე არ გადადისო desktop mode-ად გამოიყენო. ეგ არის ჩემთვის ყველაზე დიდი მინუსი, იმიტომ მე სულ desktop mode-ს ხმარობ. უმეტესობა iPhone-ის მომხმარებელი ვინც არის, უბრალოდ იძახიანო Apple მაგარია, ვეკითხები რა და მე რაღაცო გაუჭირდებათ, მაგრამ აუთანალთ ამეხმარე. ნუ მოდებაში არ არიან არც სისტემის არაფერი, უბრალოდ ნუ Apple ვაქვთ, ეგ სიამოვნებთ. 90% ალბათ ეგრეა. ნუ 10% ვინც არის უყვარს სისტემას აფასებს და უკვე ერკვევა თუ რა არის და სიღრმისეულად აქვს შესწავლილი. კიდე რა მინდა ვთქვა? ეკოსისტემას მინდა შევეხო. აი მაქვს Samsung-ის ლეპტოპი, მაქვს Samsung-ის ტელეფონი და ერთმანეთს უკონექტებ. ესე ტელეფონში ფოტოს მოვწევ, ესე გავწევ, პირდაპირ გადავაგდებ ლეპტოპში. კი, ძალიან კომფორტულია, იდეალური ეკოსისტემა აქვს. ყველაფერი ტელეფონში რაც ვაკეთებ, პირიქით აქაც ჩანს, აქ ვაკეთებ, იქ ჩანს. მაგრამ გეჩვენება იდეალურად თუ Apple-ის ეკოსისტემა არ ქონია. უბრალოდ არის საოცრება, მსგავსი ეკოსისტემა არცეც არ აქვს. აი, როდესაც მქონდა iPhone-ი და მქონდა Apple-ის ლეპტოპი, ლეპტოპს გავხსნიდი, mirroring-ი მქონდა ისეთი საოცარი, რასაც ვაკეთებდი სიტყვაზე ვთქვათ აქ ლეპტოპში, აქედან ვაკეთებდი იქ. ესე მაგრა ერთმანეთს უკონექტებოდეს device-ები, მე უბრალოდ არ მინახავს, Apple-ის ეკოსისტემას მაგის მხრივ არაფერი არ ჯობია. Samsung-ის პლუსი არის Samsung DeX-ი, ნუ აი უმაგრესია, სადაც გინდა გაატარებ თავარია, ნუ ერთ ქსელში იყოთ და პირდაპირ გადაგაგდა შენი ტელეფონი, გინდა ტელევიზორში, გინდა ლეპტოპში და ნუ ძალიან მოხერხებულია და DeX-ი არის საოცრება. ანუ კიდე ვიძახი, რაღაცა პლუსი იმას აქვს, რაღაცა მინუსი იმას აქვს. მე ვიტყოდიო გემოვნების თემა, iOS-ი თუ Android-ი, Samsung-ი თუ iPhone. ვის რომელი უფრო მოწონს. ორივე არის უმაგრესი ტელეფონი და ნუ რა ვიცი, ეხა ეს S25 Ultra რაც გამოუშვეს, თან მჩატია, თან ხელში კარგად ზის, ნუ ყველაფერი iPhone 16 Pro Max-ი ხელში კიდევ უფრო იდეალურად ზის, ოდნავ მძიმეა და რაც შეეხება კიდე სიჩქარეს. Samsung-ი ძალიან ჩქარი არასოდეს არ ყოფილა. არ ვიცი რა გააკეთეს, ნუ ეს Snapdragon Elite, თან დაბუსტული პროცესორის სიხშირეები მომატებული, ეგეთი ჩქარი Samsung-ი მე არასოდეს არ მქონია. სიჩქარეში ვიტყოდიო, Apple-ს ამოუდგა, შეიძლება რაღაც მომენტებში გაასწრო კიდევაც, მაგრამ პლუს მინუსი აქვს ყველა ტელეფონს. რასაც ქვია იდეალური ტელეფონი არ არსებობს, არც არასდროს არ გამოუშვებენ, რაღაცა მინუს მაინც უპოვით. ეგ უკვე თქვენი გადასაწყვეტია, რომელ ტელეფონს იყიდით, ჩემი რჩევა იქნება, ან იყიდოთ Samsung-ი, ან Apple-ი, ან Pixel. ნუ კიდე რას ვიტყოდი, რომ უსაფრთხოება ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც გაქვს ყველაფერი მიბმული ტელეფონში, Samsung-ს აქვს Knox-ი, ასევე Pixel-ს იდეალური დაცვა, ნუ Apple-ზე აღარ ვიძახი
და რაც შეეხება აქ უკვე Xiaomi-ებს, აი ამ ჩინურ ტელეფონებს, OnePlus-ებს, შენ არ ხარ ისეთი დაცული, როგორც Android-ზე, Samsung-ში, Pixel-ში და როგორც კიდე Apple-ზე. ჩემთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ეგ, ვიღაცისთვის შეიძლება არ იყოს, ვიღაცა ტელეფონსაც დარუთავს, რუთით ბავშვობაში ვერთობოდი და ეგ იყო. ეხა ტელეფონს არასოდეს არ დავუთავ, იმიტომ უსაფრთხოება ჩემთვის არის მთავარი, ასე რომ რუთებს და მაიმუნობებს თავი გაანებეთ. ასე რომ თქვენი გადასაწყვეტია, რომელ ტელეფონს იყიდით. მე ხან Apple-ი მაქვს, ხან Samsung-ი მაქვს, ხან Pixel-ი მაქვს. ასე რომ აი არ ვიცი, ეხა Samsung-ზე ვარ. ალბათ ახალი iPhone-ი რო გამოვა, გადავალ, იმიტომ ყველანაირად უნდა დავტესტო. თან მით უმეტეს მე მჭირდება ვიდეო გადაღება და ამაში Apple-ი არის შეუდარებელი. და ესე რა ვცდილობ ყველა ტელეფონი დავტესტო. შემდეგში მე თუ საინტერესო იქნება ვიდეო, OnePlus-გან ვიხილავ 13-ს და ასევე Xiaomi 15 Ultra-ს. OnePlus-ის სისტემა სხვათა შორის მომწონს, ადრე უფრო კარგი იყო ოქსიჯენი, ძალიან დახვეწილი იყო და ეხა ისევ რაღაცა ცოტა აუღიეს და ძალიან ჩინურისკენ წავიდნენ, მაგრამ მაინც ძალიან ჩქარი ტელეფონია. გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ, არ გამოგჩეთ შემდეგი ვიდეო და თუ საინტერესო იქნება, შემდეგში სხვა ორ ტელეფონს განვიხილავ და შეიძლება ტექნიკის განხილვა დავიწყო და უმეტესი ვიდეო დაიდოს ტექნიკაზე. აბა, კარგად ბრძანდებოდეთ.